თვალისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ყავს. საკრებულოს რიდარის შესხდომაზე ფარული ტენჭისყრის შედეგად უპარტიო ფრაქციიდან წარდგენილი კანდიდატი ნოდა რადუაშვილი აირჩიეს. ტენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ კონსერვატიული პარტიისა და მრეწველების წარმომადგენლებს. ასევე სხდომას არ დასწრებია საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ბაკურ მდელაძე. მუნიციპალურ თვითმმართველობაში მიმდინარე ცვლილებები დადებითად შეაფასა რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა. მე გათვლილი მაქვს დმანისის მოსახლეობის ყოველ წევრზე მისი სოციალური საკითხების განხილვა პირველ რიგში და ნებისმიერი საკითხის რაღაცა თავისი მინუსები რაც აქვს ნებისმიერ ოჯახს თავისი სოციალური პროგრამებიდან გამომდინარე აი ეს პროგრამები განვახორციელო და ნებისმიერი ოჯახისათვის ვიშრომო ვიმუშაო ჩემს საკრებულოსთან ერთად. მე ვფიქრობ რომ პარტიული ნიშნითაც ეს გადაწყვეტილება არ იყო მიღებული საკრებულოს წევრების მიერ და რატომ? იმიტომ რომ ალბათ გამონაკლისია საკრებულოს თავმჯდომარე იყო არადმანისელი ადამიანი და ალბათ დმანისელებს გაუჩნდათ სურვილი რომ საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილიყო დმანისელი ადამიანი.